შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, განათლება და დასაქმება ევროკავშირის პრიორიტეტია. ევროპული ქვეყნების მსგავსად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება საქართველოშიც მნიშვნელოვანია და ამ კუთხით არაერთი პროექტი ხორციელდება. სწორედ მსგავსი პრობლემის მქონე პირებისთვის მოიწყო დასაქმების ფორუმი განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით. დღეს საქართველოში ისედაც დასაქმების ესეთი მწირი ღია ბაზრის პირობებში ძალიან ძნელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი სამუშაო ადგილების მოძიება. ჩვენი პროექტი სწორედ ემსახურება იმას, რომ ინდივიდუალური მიდგომები განვითარდეს თითოეულ ბენეფიციართან სამუშაოდ, მაგალითად კონკრეტული შეფასების ინსტრუმენტები და კონკრეტული ინდივიდუალური დასაქმების გეგმების საშუალებით, სადაც მათ თითოეული მათგანის უნიკალურ უნარებზე კეთდება აქცენტირება და სწორედ მათი შესაბამისი სამსახურების მოძიებას ვუწყობთ ხელს. დასაქმების ფორუმზე ბენეფიციარებს საშუალება ჰქონდათ მეწარმეებს თავად შეხვედროდნენ, მათთვის საკუთარი შესაძლებლობები გაეცნოთ და ურთიერთსამომავლო გეგმები დაესახათ. დღევანდელი ფორუმიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანიაც დაინტერესებულია, რომ აღნიშნულ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა და შესაძლებლობისაგვარად და შესაძლებლობის მიხედვით დავასაქმებთ იმ ადამიანებს, რომელიც ჩვენი სფეროთი არის დაინტერესებული. კონკრეტულად გიგაც არის იმის მაგალითი, რომ გარკვეული ინტერესები აქვს ამ სფეროსთან დაკავშირებით და შესაძლებლობისაგვარად შევეცდები, რომ გავარკვიო რა ხდება ამ სისტემაში. კომპიუტერი კარგად მისმის, დავდივარ კომპიუტერის კურსებზე და მინდა რომ დავსაქმნე კომპიუტერის განხრით, ანუ კომპიუტერულ სფეროში. დღეს ჩემი მონაცემები დავტოვე ფორუმზე, იმედია დასაქმებაში ხელი შემიწყობს. დასაქმების ფორუმზე მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული თეატრის წარმომადგენლები ირმა ბარაბაძის ესკიზებით დაინტერესდნენ. საბედნიერო შემთხვევა მქონდა, რომ გავცნობოდი აი ამ ესკიზების ავტორს, ქალბატონ ირინა ბარაბაძეს, რომელსაც აქვს თავისი სურვილები მესხიშვილის თეატრთან დაკავშირებით, სურს რომ მოაწყოს გამოფენა და ჩვენ შორის შედგა ეს საუბარი, რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ, ის ჩამოყალიბდება თავის სურვილებს გაგვაცნობს და მესხიშვილის თეატრი მზად არის, რომ მას დაუდგეს გვერდში. მესხიშვილის დირექტორს მოეწონა ჩემი ნამუშევრები და შეიძლება სამომავლოდ გავაგრძელო ურთიერთობა. იმიტომ რომ გეგმაში მაქვს რომ გავაკეთო მოდების ჩვენება ეტლის მოსარგებლეებისათვის, რაც პირველად მოხდება საქართველოში. განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრმა სოციალური მომსახურების ააგენტოსთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საინტერესო პროექტები განხორციელდება. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი არის, მით უმეტეს, როდესაც პროექტი დაწყებული არის რეგიონში, შემუშავებული არის სერიოზული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ესე იგი მოხდეს რეალურად საჭიროებების შეფასება და შემდეგ მათი რეალურად დასაქმება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა. თბილისშიც გაკეთდა ასეთი ფორუმი, მაგრამ ასეთი ფორუმი რეგიონში, იმერეთის რეგიონში ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ქალბატონი ლიკა შეხვდა სააგენტოს დირექტორს ბატონ გაიოს თალაკვა და იყო მოლაპარაკება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო 2015 წლიდან გამოიყენებს უკვე მიღებულ შედეგებს, არსებულ რესურსებს იმისათვის, რომ უკვე სახელმწიფომ დაიწყოს ამის განხორციელება. გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს მომავალში თანამშრომლობას. დასაქმების ფორუმზე მეწარმეებმა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები დატოვეს. მოგახსენებთ, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობა არ არის განებივრებული შემსგავსი კატეგორიის პირთა გადასახადის დაბეგვისაგან გათავისუფლების ნაწილით, ანუ შესაბამისად, ვინაიდან და რადგანაც არ არსებობს რაღაცა მეწარმეების გათავისუფლების საფუძველი, ან ესეთ კატეგორიების გათავისუფლების საფუძველი, რომელიც წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ანუ კი არის კანონში ჩამონათვალი გაკეთებული, ვინ რომელი კატეგორია თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადის მიღებისაგან, მაგრამ ვფიქრობთ, საკითხის ესე რომ ვთქვათ, სწორად წარმართვის საკითხის და ამ პირების დასაქმებისა და მათი ინტეგრაციისათვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც შეუძლია ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს, ეს გახლავთ მეწარმეები, რომლებიც საბოლოოდ უნდა დაასაქმოს ესეთი კატეგორიის ხალხი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმს მეწარმეებთან და ბენეფიციარებთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლები და იმერეთის ვიცე-გუბერნატორიც ესწრებოდა.
ევროპული ქვეყნებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება მნიშვნელოვანია. ასეთი ფორუმები მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებისთვის საჭიროა, აქ მათ საშუალება აქვთ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ და დასაქმდნენ. კარგი იქნება თუ მათ სასიკეთოდ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება. დასაქმების პრობლემა ესწრება ქვეყნისათვის გამოწვევა და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნდა მოვახდინოთ ამ ხალხის ინტეგრაცია და სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში, ამიტომ დღევანდელი ფორუმი სწორედ ასეთი პრობლემის გადაწყვეტისკენ არის მიმართული და მადლობა მინდა ასევე გადაუხადო იმ კომპანიებს, იმ მცირე საწარმოებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ფორუმში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იქნება და თითოეული ადამიანი, რომელიც არის წარმოდგენილი, რომელიც მონაწილეობს აღნიშნულ ღონისძიებაში, ნახავს თავის შესაძლებლის სამუშაოს. ფორუმის მიზანია ბენეფიციარების დასაქმება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული კანონპროექტის დროული მიღება.